მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იცით, ორსულად ვარ და ამიტომ ბოდიში უნდა მოგიხადოთ, რომ ძალიან ბევრ ვიდეოს ვერ ვწერდი ამ ბოლო დროს. ისეთი ტოქსიკოზი მქონდა პირველი სამი თვე. ისეთი ტოქსიკოზი მქონდა, რომ თუ გადავრჩებოდი არ მეგონა. ასევე როგორც იცით, მე მომეშალა წინა ორსულობა და ძალიან ვფრთხილობდი და შევეცადე რომ რაღაცნაირად არ გამეხარებინეთ წინასწარ. თუმცა ეხლა მე მგონი გადავაგორეთ ეს საშიში პერიოდი, დღეს უნდა გავიგოთ სქესი ბავშვის. ვაკეთებთ gender reveals ასე ბუნებაში და მაკიაჟსაც გავიკეთებთ ბუნებაში. მე მგონი ძალიან კარგია რომ ბუნებრივი შუქია უფრო უკეთესად დაინახოთ პროდუქციას, იმიტომ რომ მაინც განათებაში და დღის შუქში და სახლის შუქში სულ სხვანაირია. ესე ჯობია. დავიწყოთ. ძალიან მინდა რომ ერთ დღეს დავადუპო ეს ნარსის ბაზა თვალის. ძალიან მომწონს, მუშაობ უკვე ამაზე, მაგრამ რო არ მოგატყუოთ მსგავსი ჯერჯერობით არ გამოგდის. ყველაფერს იჭერს საერთოდ. გავაკეთებ აუცილებლად. გავაკეთებ აუცილებლად, მაგრამ ჯერჯერობით ისევ ნარსს ვიყენებ. ერთადერთია მე მგონი რასაც ვიყენებ სხვას. შეცდომა წამოვიღე ტონალური, არა და უნდა წამოვიღო კონკიეს ეფექტი, იმიტომ რომ მაინც დამცავია და მზეში ვარ, გინდა არ გინდა, მაგრამ არა უშავს. ტონალური ძალიან ლამაზად დაჯდება ახლა. კიდევ ერთი ორსულების პრობლემა ის არის, რომ ტვინი არ მიმუშავებს, იცით? აი ტვინი საერთოდ არ მიმუშავებს. დამოვიწყდა სპონჟიც და ყველაფერი. არა უშავს, ეკონომიურ. ვითომ ფეთმაგრათი ვარ. ვითომ სოფლიოში ყველაზე მაგარი ვიზაჟისტი ვარ, ვინც სულ ყველაფერს ხელით ისვამს. ზე დიდი შეცდომა იყო, მგონი ახლა გარეთ გადაღება. ისე მცხელა, გული მაქვს ცუდად. დღეს წავისვამ წითელ magic gloss და არა ვარდისფერს, რომელსაც ძირითადად ვისმალ ხოლმე. მგონია რომ წითელი უფრო მომიხდება. მე მგონი ვერ დავამთავრებ მაკიაჟს, ისე მცხელად ცუდად ვარ. ძლივს დამიმშვიდ და სახე ისეთ გაწეთლებული ვიყავი, მეტი რა შეიძლება. ტატუ? რა თქმა უნდა. მოწვეთები ჩემი ნუდი ფანქრის. ეს არის შავი პეპტიდზეთი, რომელიც ტუჩას მკურნალობს, ატენიანებს და საოცრებებს აკეთებს და ვიზუალურად არის ამ ქვეყნიურად ვამაძე. ძალიან მალე იქნება გატებაში. წავედი მე ახლა უნდა წყალი დავდრეო. და მე დავდებ ვიდეოს ბიჭია თუ გოგო. როგორ ფიქრობთ, ბიჭია თუ გოგო?